შემოგვიერთდა ფსიქოლოგი ქალბატონი მარინა კაჭარავა. დილამშვიდობის ქალბატონი მარინა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესო თემის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რასაც წარმოადგენს ოჯახი. თუ რა მნიშვნელობა აქვს ოჯახს ზოგადად ადამიანის განვითარებაში, მის ჩამოყალიბებაში, იმიტომ რომ ოჯახი ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან შეკრული და შემდგარი ერთობა, არამედ აქ ყალიბდება მთელი ჩვენი ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, სხვადასხვა სახის მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. ყალიბდებით ადამიანებად თავდაპირველად იქ, როგორც ამბობენ, შვილი ოჯახის სარკე არის და შესაბამისად ჩვენზე აისახება ის ყველაფერი, რა ტრადიციები არის, რა ღირებულებები არის და რას ექცევა ყურადღება ოჯახში. გისმენთ ქალბატონი მარინა, ოჯახის მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ თავდაპირველად, თუ რას წარმოადგენს ოჯახი და როგორი უნდა იყოს იქ? დიდი მადლობა. ოჯახის მნიშვნელობაზე რომ დავიწყო საუბარი, ასეთ რამეს ვიტყვი, რომ ღმერთმა ადამიანი ოჯახად შექმნა. ანუ ადამ და ევა უკვე ოჯახია. ორი ადამიანის ერთობა ახსენეთ, რაღაცა ერთსულოვნება, გამთლიანება და ამით ხდება შემდგომში მოდიშთა მომავლობა და ამას დაერქვა კაცობრიობა ზოგადად. და დიახ, ფუნდამენტში არის ოჯახი, რამე თუ ადამიანს უჭირს მარტოობა. ისედაც თქვენ ბავშვი ახსენეთ და ბავშვისთვის მშობლები არის როგორც დიდისთვის ღმერთი, მორწმუნე დიდისთვის ვამბობ, აი ღმერთი, რომლის იმედზეც არის, რომელიც არის მისი გადამრჩენელი, ვისაც თხოვს ის წყალობას და ბავშვისთვის, აი მამა მაგალითად არის უსაფრთხოება, ზურგი, დაცულობა, ყველაზე ღონიერი მამა, ყველაზე ძლიერი, ყველას მოერევა, ბავშვს ესე გონია და ეს მამა რო ყავს მას, ის არის ძლიერი და ბედნიერი. სხვა შორის არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭი იქნება თუ გოგო, ორივე სქესისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ გოგოში ქალურობის ინიცირებას აკეთებს მამა და ბიჭში ვაჟკაცობის. დედაზე რო არაფერი ვთქვათ, ახლა დედა არის ხშირად მიფიქრე ეს მეტაფორა, აი მზის სისტემა რო წარმოვიდგინოთ. ცენტრში არის მზე. ოჯახის ცენტრში არის დედა. დედა სადაც არ არის, იქ მზე არ არის, ბნელა, იქ თითქოს ცივა, თითქოს ვერ ახერხებს მამაკაცი იმ სითბოს რაღაცნაირად გამოყოფას, რაც დედას შეუძლია. თუმცა არის ესეთი ოჯახები, სადაც დედა აღარ არის, თქო სხვა მიზეზის გამო და ჩემი დიდი პატივისცემა მათ და თანადგომა, მაგრამ მე ვამბობ აი ბავშვის გადმოსახედიდან. თითქოს ამ ოჯახში ჩამქრალია რაღაცა. დედა არის სითბოზრუნვა, აი გამოკვება, აღზრდა, აი ყველა არ არის, რომ ებრაელები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დედას და მათი ეროვნებაც დედის ხაზით გადადის, იმიტომ რომ დედა არის ჭურჭელი, რომელშიც მთლიანად ისხმება ოჯახი და მე იმ ოჯახს აქვს რაღაც დედის ფორმა და დედის ასე ვთქვათ სურნელება. და აქედან გამომდინარე ერთის და მეორეც არის უმნიშვნელოვანესი ადამიანისთვის, რომ ის ჩამოყალიბდეს პიროვნებად და ახლა კიდევ მთავარი მათ შორის რა ურთიერთობა არის. ეს არის ერთია, რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე და ძალიან ძირითადია დედას და მამას შორის რა ურთიერთობა. ბავშვი როდესაც ხედავს, რომ მამა პატივს სცემს დედას, ეს არის ის, რაცაც ის სწავლობს, რომ ქალს პატივი უნდა სცეს. ის შემდგომში ის ადამიანი თავის ცოლსაც პატივს სცემს, თავის დედასაც პატივს სცემს. ზოგადად ქალის პატივისცემა იწყება იმით, ჩვენ ვთხოვთ, რომ აი იგივე მამაკაცებს რომ პატივი უნდა სცენ ქალებს. ეს უნდა ისეთი სიტყვაა, ხო, რაღაცნაირად ცოტათი ზოგჯერ არასასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ იძულებითი ფორმაა, მაგრამ რეალურად ადამიანობა გადის რაღაცა თავის იძულებაზეც ხშირ შემთხვევაში. თუმცა სამაგისოდ არ უნდა გქონდეს საქმე პატივისცემის კუთხით. და თუ მამა სცემს პატივს დედას, ეს პატერნი არის მისთვის, ასე ვთქვათ, დამახსოვრებული, ჩაგდებული მის არაცნობიერში და მან ეს იცის. ასევე თუ დედა სცემს პატივს მამას,
და პატივისცემით მიმართავს, მამას რაღაცა აქვს ის ადგილი, რომელიც მას უნდა კონდეს ოჯახში. ასევე ბავშვი იმახსოვრებს გოგონა იქნება თუ ბიჭი, როგორ მოექცეს იგივე მამაკაც, როგორ მოექცეს სხვას. ანუ ჩვენი ქცევითი სტრატეგიები სწორედ ოჯახში ყალიბდება. ყალიბდება ის ძირითადი პატერნი ერთმანეთში ურთიერთობა და ის თუ რა გამკლავების მექანიზმები აქვთ მათ. ეს არის გაქცევა ერთმანეთისგან, ეს არის დაშორება, ეს არის შეურაცხყოფა თუ სხვა რამ. და ეს გამკლავების ეგრეთ წოდებული coping სტრატეგიებს ასაც ეძახიან, ესეც არის რაღაცნაირად პირველ რიგში, აი რო იტყვიან copy paste-ით აღბეჭდა დამახსოვრება ხდება ამის და მეორე კიდევ აქვს მას თავისი გენეტიკური ფესვები, იმიტომ რომ თვითონ ჩვენთაგანს აქვს ძალიან დიდი კავშირი წინაპრებთან. აი ზოგი ამბობს მკვლევარი რომ დაახლოებით 7 თაობამდე წდებაო ჩვენი კავშირები. ანუ ჩვენი ის გენეტიკური ინფორმაცია, შლეიფი რა ჩვენ მოყვება. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება თითოეული ადამიანი გარდა იმისა, რომ რაღაც სიტუაციაში იზრდება, ის კიდე ვიღაცას გავს. მას კიდე და გავს შეიძლება ისეთ ვინმეს, რომელიც მას ცხოვრებაში არ უნახავს. და არასდროს არც ქონია მასთან ურთიერთობა. თითქოს იმეორებს იმის ქცევას, იმეორებს რაღაცას. არის ხოლმე ესეთი განცდა, რომ რაღაცა შენსას არ გადიხარ ამ ცხოვრებაში. თითქოს რაღაცას იმეორებ. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერება. აქ არის ახსარების მნიშვნელობაზე, ალბათ მოძღვარმა უნდა ილაპარაკოს, რომ ეს არის საოცრება, ეს არის ადამიანის ამოტრიალება, ეს არის ახალი ადამიანის შექმნა, რაღაცა ძველის ნგრევა და ახლის შენება, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ფსიქოთერაპიასაც აქვს საკმაოდ ესეთი დიდი დატვირთვა, იმიტომ რომ ისევე როგორც ამოთქმულ შინაარსებს, რომ მოხდეს მისი უტილიზაცია, მოხდეს მისი მონელება ამ შინაარსების სახელის დარქმევა, რადგანაც რასაც სახელს ვერ არქმევ და რაც ჩვენთვის გაუგებრობაა, ის იწვევს ქაოსის განცდას და ეს ქაოსი კი მიისწრაფვის წესრიგისკენ, მაგრამ ამას სჭირდება შემოქმედი, ამ შემთხვევაში ადამიანი, ვინც ეცდება რომ მოაწესრიგოს ეს ქაოსი. ქავტან მარინა, კი რა თქმა უნდა, ეს ასე არის, რომ საფუძველი საიდანაც იწყება, თქვათ, ჩვენი განვითარება, ძალიან დიდ როლს თამაშობს და მნიშვნელოვანი არის კი. მაგრამ ასევე შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანმა თავის თავში გამოიმუშავოს, თქვათ, და მისი ეს დადებითი მხარე მასში, რაც არის უფრო მეტად წამოწიოს წინა პლანზე და დათრგუნოს, თქვათ, ის უარყოფითი, რაც მან, თქვათ, ოჯახიდან წამოიღო და შეიძლება თუ არა ასევე რომ გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ გარემო ფაქტორებიდან ასევე მივიღოთ მაგალითი და ვეცადოთ რომ იმ დადებითის კოპირებით შევძლოთ ჩვენი პიროვნების გამოძერწვა, ასე ვთქვათ. მადლობა დიდი. დიახ, ესე იგი, რადგანაც ადამიანი არის 4 განზომილებიანი არსება, ანუ მასში არის ბიოლოგიური მდგენელი, რომელიც არის ჩვენი ბიოსამედიცინო გენეტიკა. მასში არის და რაღაცა ბიოლოგიური მოცემულობა თითოეულ ჩვენთაგანს რაც გვაქვს. შემდგომი არის ფსიქოლოგიური. ფსიქოლოგიური ეს არის პიროვნების მახასიათებლები, ისეთი როგორიც არის მაგალითად მისი აზროვნების ტიპი, პოზიტიური თუ ნეგატიური, ისეთი როგორიც არის ნებისყოფა, ისეთი როგორიც არის დამოუკიდებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ყალიბდება ასევე ბავშვობაში. სქესთან იდენტიფიკაცია და ასე შემდეგ, ეს პიროვნული მახასიათებლების გარდა არის სოციალური მესამე მდგენელი, რომელიც არის პირველ რიგში ოჯახი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ოჯახური ურთიერთობები, მაგრამ ეს ოჯახი არ არის მარტო ამ სამყაროში. მის გარშემო არის კიდე სხვა, არის ბევრი სხვა ოჯახი, არის საზოგადოება, სოციუმის დაკვეთები, წესები, მოდა, მასმედია, სოციალური ქსელი დღეს უფრო ძალიან გაფართოვდა და ტრენდი ეგრეთ წოდებული რა არის წახალისებული, რა მოწონთ უფრო და აქეთ ეს სოციალური იგივე თქო რეკლამა რისი მიდის იგივე მასმედიაში თუ სოციალურ ქსელში, იმიტომ რომ რეკლამას აქვს ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ის ახდენს გავლენას ადამიანზე იმდენად რომ ხშირ შემთხვევაში თვითონაც არ იცის
რატო აკეთებს ამას, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებს. აი როგორც შეიძლება ვიღაცამ გაყიდინოს ისეთი რამე კარგმა გამყიდველმა, ხო, რომელიც საერთოდ არ გჭირდებოდა, მაგრამ ისე შეგიფუთოს, ისე მოგაწონოს და ისეთნაირად მოგაწვდინოს ინფორმაცია, რომ ჩათვალო, რომ პირიქით რაღაცა კარგი რამე გააკეთე და ძალიან სასარგებლო შენთვის. ეს ამას ყველაფერს აქვს თავისი მდგენელი და თავისი ადგილი. და სულიერი. აი მეოთხე არის სულიერი, რომელიც არის მთავარი და ალბათ აქედან უნდა დაგვეწყო, რომელიც არის სულის თვის რა არის სასარგებლო, თუ რამდენად ის მოსაფრთხილებელია და რამდენად ის არის უნიკალური და ერთადერთი თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი და ეს სულიერება არის იგივე ჩვენს კარგად ვიცით ეს არის ეკლესიური ცხოვრება, ეს არის მოძღვართან ურთიერთობა, ეს არის სახარების კითხვა, ლოცვა. ჩვენ ხშირად ვამბობ ფსიქოლოგები, რომ სიტყვას აქვს ტყუის ძალა და ის ძალიან ძლიერია და მაშინ წარმოვიდგინოთ როგორი ძალა აქვს ლოცვას, ხო, როგორი რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის იგივე ის ლოცვები, რაც არსებობს, თუ თავის სიტყვებით, რასაც ითხოვს, თუ რასაც ამბობს. დღეს ბევრი ამბობს, რომ აი კოსმოსში გააგზავნეს სურვილები და შეგისრულდება. ნუ ეს ისინი რასაც კოსმოსს ეძახიან, ახლა ეს მათი ის არის, თქვათ, იგივე სამყაროს, მაგრამ დიახ არსებობს ღმერთი და დიახ ღმერთთან ურთიერთობა შესაძლებელია ზუსტად ისევე როგორც მის საწინააღმდეგოსთანაც ურთიერთობა არის შესაძლებელი. გალბატონო მარინა, აი რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მცირეწლოვანი ბავშვი, ოჯახის წევრი, რომელიც აი იმ პრობლემებს ხედავს ოჯახში, რაზეც საუბრის დასაწყისში თავადაც ახსენეთ, რომ ყავს ან დედა ან მამა ემიგრანტი, ან რაღაც სხვა უამრავი პრობლემა არსებობს ოჯახური, როდესაც შეიძლება ერთად არ ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს და ნეგატივი ამან ბავშვში, როგორ შეიძლება განვითარდეს მისი ცხოვრება. რა თქმა უნდა, ნერვიულობს ხომ ამაზე და განიცდის. რა თქმა უნდა. შვილი. მას აქვს რაღაც მიტოვებულობის განცდა და სხვადასხვანაირად ვითარდება ბავშვის მდგომარეობა. მე ბევრი ემიგრანტი ვიცი, ვინც აი დღე და ღამე ჩართულია იმაში მონიტორთან ზის, ამეცადინებს, რაღაცა კრებებს ესწრება, პედაგოგებს ესაუბრება, ანუ ბევრად უფრო მეტად არის ჩართული, ვიდრე აქ ვინც ცხოვრობს ზოგჯერ. როგორც ჩანს აკომპენსირებს ის თავის აი ამ ხელა დისტანციას, რა დისტანციაზეც არის წასული. რა თქმა უნდა, ის რომ ადამიანები წავიდნენ ეს მათი გადაწყვეტილება არ მოუტანია რაღაც კეთილდღეობას და კარგ ცხოვრებას. ეს მათი რაღაცა სასოწარკვეთილი ზოგჯერ გადაწყვეტილებაა და რაღაცა მატერიალური მხრის მოგვარება, იგივე ასწავლონ ბავშვებს კარგად. ზოგჯერ ეს ამართლებს, ზოგჯერ არ სამწუხაროდ, ზოგჯერ ის ფული, რასაც აგზავნის, აქ არა მიზნობრივად იხარჯება და შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი და არც არაფერი არ შეერჩეს და გაბრაზებული ბჭყალებში შვილები, რომლებიც ცდილობენ მერე გადაუხადონ სამაგიერო, ისევ ბჭყალებში ვამბობ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ სად იქნება ოჯახი ზოგჯერ იმაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთში რა ურთიერთობა ომშიც რო იყვნენ ბავშვისთვის თუ დედა და მამა გვერდით ყავს და მათ შორის ჰარმონია ბავშვი ამ შემთხვევაში ბედნიერია ბევრად უფრო ვიდრე აი რაღაც დანგრეულ ურთიერთობაში შეურაცხყოფაში იმიტომ რომ ოჯახი არის ორი ტიპის ფუნქციური და დისფუნქციური დისფუნქციური არის ძალიან ბევრი და ფუნქციური არის ერთი ფუნქციური სვიტყვი რაც არის ფუნქციური არის როდესაც არსებობს რაღაცა მსუბუქი და სასიამოვნო იერარქია იერარქიაში არ იგულისხმება არავის არ ჩაგვრა არც თქოთ რაღაც გადამეტება თავის როდესაც ადამიანებს შორის არის პატივი უფლებამოსილების გადანაწილება პასუხისგებლობის გადანაწილება რაღაცა ურთიერთპატივისცემა თელ ვერტიკალზე თუ თელ ჰორიზონტალზე, რასაც ქვია ოჯახური ურთიერთობები. ღირებულებების სწორი მიწოდება. არ არის ადვილი, მაგრამ არც ძალიან ძნელი არ არის ადამიანი თუ მოითხოვს და დისფუნქციური არის, ნაირ-ნაირი. შეიძლება ეს იყოს ოჯახი თეატრი. სადაც ყველა ვთამაშობთ რაღაც როლებს. იმიტომ რომ მეზობელმა არ გაიგოს, იმიტომ რომ ვიღაცამ სადაც ოჯახი ციხესიმაგრე, სადაც ვაკეთებ ისეთ ციხესიმაგრეს, რომ აბსოლუტურად იმუნიტეტი აღარ აქვს ამ შვილს, ამ ბავშვს, რომელიც გადის გარეთ და შემდგომში ეჯახება რეალობას, მას არ შეუძლია თავი დაიცვას. და კიდე ბევრი სხვა, სადაც არის ბევრი
როგორ გითხრათ, სოციალურად მიუღებელი ფორმა ურთიერთობების უპატივცემულობა პირველ რიგში, სიყვარულობა და ასე შემდეგ და კაპიტან მარინა, 17 მაისი ახლოვდება და შესაბამისად ეს არის ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და ასევე მშობლების პატივისცემის დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და თავისთავად სწორედ ახლა ვსაუბრობთ ოჯახზე, მის მნიშვნელობაზე და მოდით ვთქვათ თუ რას წარმოადგენს ადამიანისთვის ოჯახის სიწმინდე და რა იგულისხმება მასში. მადლობა ამ კითხვისთვის. იცით რა, ალბათ ინდივიდუალურია ესეც, ვინ რას ხედავს სიწმინდეში. მე ერთ რამეს ვიტყოდი, ალბათ მე როგორც მშობელი და მე როგორც შვილიც და როგორც ბებიაც ალბათ ამ ნებისმიერ ამ როლში, რომელშიც არის ადამიანი, ალბათ არის პატივისცემა იმ აუდიტორიის, იმ პერსონების მიმართ, ვისთვისაც ან დედა ხარ თუ მეუღლე ხარ თუ შვილი ხარ და აი თქვენ მშობლების პატივისცემა ახსენეთ და მშობლების უპატივცემულობა იწვევს ამ პრობლემას, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს ხო შეიძლება უწმინდესმა რო თქვა, რომ გარეთ გასვლისას დაალოცეთ თქვენი დაალოცინეთ თავი თქვენ მშობლებს და ის დღე დაალოცვილი იქნება. ეს ნამდვილად ასეა. მშობელი სანამ ცოცხალია და სანამ ის ყოველ დილას გლოცავს, ეს არის ბედნიერება და როდესაც ჩვენ მას გამოსთხოვ კურთხევას, რომ დე, მამა, რომელიც ცოცხალია, თხოვ რომ დამლოცე და ის რო გეტყვის რომ ბედნიერი დღე, მშვიდობიანი დღე მოგცეს ღმერთმა. რაღაცნაირად ივსება ადამიანი ამით და მშობლების პატივისცემას თავისთავად ისე ოჯახში ვსწავლობთ ჩვენი მშობლების დამოკიდებულებიდან მათი მშობლების მიმართ თავისთავად. მანდაც ვსწავლობ და იცით რა არის, მე ადამიანი რო იზრდება და ხვდება, შეიძლება მშობელი ავად გახდეს, შეიძლება მშობელი შეურაცხადიც გახდეს, მაგრამ ეს პატივისცემა არის უნივერსალური. ანუ ფუნქციის შვილმა თავისი როლი და ფუნქცია შეასრულოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავდეს მის პრობლემებს და ვთქვათ ვერ აფასებდეს. ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცნება 10 მცნებიდან არის სწორედ მეხუთე მცნება, რომელიც არის განმარტებული. არც ერთი სხვა მცნება თვის მოსეს განმარტება, წმინდა მოსეს განმარტება არ დაუწერია. პატივი ეცი მამას და დედას შენსას და მე არის განმარტებული თუ გინდა რომ კეთილი გეყოსი. კეთილი გეყო შენ, დღეგრძი დიდხანს იცოცხლო და კეთილად იცოცხლო, ხო? ის განმარტება მოყვება, რომ ადამიანმა ისევ საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის და თუ მას ის თვლის, რომ უნდა მშვიდობიანი ცხოვრება, მარტო მაგიტომ უნდა ეს პატივი და ეს როგორი, ნახეთ, როგორ განწყობას ქმნის ადამიანში, თუნდაც რომ ვიღაცის აზრით მშობელი ამას არ იმსახურებდეს. მშობელი უკვე იმსახურებს ამას, იმის გამო რომ ის მშობელია, ჩვენ არა გვირჩევია, არავის არ უკითხავს ჩვენთვის სად გავჩნდებოდით ვის ოჯახში და როგორ და აქედან გამომდინარე ეს დიახ უპირობო პატივისცემა არის ამ მნიშვნელოვანი და მშობელს აქვს თვითონ უპირობო დამოკიდებულება ის მშობელი შვილს ვერ გადააგდებს რაც არ უნდა დაემართოს მის შვილს ალბათ მასზე მეტად არავის ტკივა შვილის გაჭირვება და შვილის იგივე გზას აცდენა ანუ პირობითად რო ვთქვათ ხო და აქედან გამომდინარე მე მაინც ვიტყოდი სიწმინდე გადის ალბათ ჩვენში რასაც გულისხმობთ ამ სიწმინდეზე აი მცნებების დაცვა იმ რაღაცა საკუთარი თავის შეცნობა და ურთიერთპატივისცემა როგორც ყოველთვის საინტერესოა და სასიამოვნო მოსასმენი თქვენი ყოველი სტუმრობა და საუბარი დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და გულშემატკივრად შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი ქალბატონი მარინა გაჭარავა